მოგესალმებით დიანა, მივესალმებით პირველის მაყურებელს. მეც მინდა მზია ამაღლობელის საკითხით დავიწყო და ქალბატონ მზიას კიდევ ერთხელ მოუწოდო მან ამ ბრძოლაში უკვე გაიმარჯვა. მან ამ ბრძოლაში გაიმარჯვა სრულიად სისტემას და როდესაც გააშიშვლა და ფაქტობრივად წარმოაჩინა მთელი მანკიერებები ამ სისტემის. ამიტომ ქალბატონ მზია ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ჯანმრთელი და ამავდროულად ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას მინდა მივმართო, რომ მათზეა თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ქალბატონ მზიას ჯანმრთელობის და სიცოცხლის. ამიტომ აქ დათმობების, სისუსტის ნიშანი კი არ არის, საკუთარი სახის შენარჩუნების ნიშანია. და მათ შორის სახალხო დამცველს, ეგრეთ წოდებულ სახალხო დამცველს, რომელიც ეხლა რკინის ქალამნებით უნდა დადიოდეს კაბინეტ და ქალბატონ მზიას ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად უნდა აკეთებდეს ყველაფერს. და საღათას ძილით ძინავს ფაქტობრივად, საღათას ძილით. უნდა გამოფხიზლდეს ეს ადამიანი და ყველანი ჩვენ უნდა ჩართული ვიყოთ ქალბატონ მზიას. სახალხო დამცველის მოდი ბერდია ვთქვათ მაინც შეიძლება თქვენ მეტის მოლოდინი გაქვთ, გასაგებია ამ ხრივ რა თქმა უნდა გაქვთ პრეტენზიის შესაძლებლობა, მაგრამ სახალხო დამცველთან შეიქმნა ის მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც შედის კლინიკაში, მათ შორის მონიტორინგს უწევს პროცესს და მათი მხრიდანაც ითქვა, რომ ძალიან ახლოს არის მონიტორინგი ხო არ კამარა. სახალხო დამცველი არის სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული უწყება, რომელიც მედიატორი უნდა იყოს სახელმწიფოსა და ადამიანს შორის და სად ხდება ეს მედიაცია? გინახავთ ბოლო დღეების განმავლობაში? მართლა საღათას ძილით რო ძინავს ამ ადამიანს. კეთილი ნებოს და გამოვიდეს და მართლა ერთი-ორი სიტყვა ამოიღოს. ვთქვას ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის უფლებაზე. ამიტომ ვიძახდეთ, რკინის ქალამნები უნდა ეცვას და ბრიფინგზე უნდა ატარებდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არის ტრაგედია ამ ქვეყნის, რომ ლევან იოსელიანი რამე თანამდებობას იკავებს ამ ქვეყანაში. ეს არის უბედურება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ кейსს, მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო და ქალბატონ მზიას ვთხოვო, მის ჯანმრთელობა გვჭირდება ჩვენ. მან ამ ბრძოლაში გაიმარჯვა და ვთხოვოთ, რომ მის ჯანმრთელობა ვთხოვოთ, რომ 4 მარტის პროცესისთვის ის უნდა იყოს ძლიერად, სწორედ იმიტომ, რომ დაამტკიცოს მისი სიმართლე და ჩვენი არ ვიცი, აი მეც ვუერთდები თავიდან ბოლომდე ამას, იმიტომ რომ სხვა არ ვიცი, ყველას ვთხოვ, ვისაც რამეს გაკეთება შეუძლია და დიახ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ кейსს, რომელიც ამ ინციდენტს, რომელიც გუშინ კერდა უკვე დღეს გამთენიისას დილის საათებში მოხდა, ეს არის ბათუმში ივანიშვილის შეკვეთით ორგანიზებული თავდასხმის გაგრძელება, როდესაც ადამიანები, რომლებიც მსახურებაში არიან პირდაპირ ფონდ და ზონდერ ჯგუფებს წარმოადგენენ, პარტიულ ზონდერ ჯგუფებს, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობენ ასეთ უღირს სამარცხვინო დანაშაულებრივ აქტებში. თქვენ ნახეთ, როგორ მალავდა, ჩხმალავდა მთელი სახელმწიფო ინსტიტუციები ბიძინა ივანიშვილის კვალს ბათუმის კრიმინალური აქტიდან და ბუნებრივია, ეს არის მეორე სერია, რომელიც სამარცხვინო შემოგთავაზა ბიძინა ივანიშვილმა და ბუნებრივია ეს არის გამოწვეული იმით მიუნხენის კონფერენციაზე რა შედეგებით მოვდივართ ჩვენ. თქვენ იცით, რომ მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველო, ოღონდ საქართველოს წარმოადგენდა გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი და არა ის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც შიშით არათუ კონფერენციებზე ვერ დადის, საკუთარ მოსახლეობას ემალება, მერე ახალგაზრდებს ქირაობს, კვერცხებს აძლევს ხელში და ამ ახალგაზრდებით ცდილობს ვიღაცის დაკნინებას. გიორგი გახარია ამ ინციდენტების შემდეგ 2-0-ს უგებს ბიძინა ივანიშვილს. ის დამარცხდა კაცურშიც, ღირსებასთან, ადამიანობასთან, პოლიტიკურადაც დამარცხდა. და კიდევ უფრო თუ გააგრძელებს მსგავს სისულელეების კეთებას, აი თავისი ხელის ბიჭების და ხელის გოგოების ხელით, კიდევ უფრო მეტად დამარცხდება. ამიტომ ჩვენ ვპირდებით, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოსცდის საკუთარ თავზე. ეს იყო ამ კონფერენციაზე პასუხი ასე აღიქვა. რა თქმა უნდა, ეს იყო ამ კონფერენციაზე პასუხი. თქვენ თუ გონიათ, რომ ეხა ივანიშვილს არ აწუხებს, რომ მისი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებისგან არის გამოძევებული, არის კეთროვნად მიჩვეული, რომელსაც ხელი არ ჩამოერთვება, მის სიტყვას ნდობა არ აქვს, დიახ, მას ეს ყველაფერი აწუხებს. და სწორედ ამის შედეგია, რომ რეალურად გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს წარმოადგენდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და თვითონ დამალული ახალგაზრდა პატარა ბიჭების და გოგოების ზურგს უკან მათთვის გადაცემული კვერცხებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ფულის შენარჩუნებას ამ ქვეყანაში. აი ამ ადამიანად იქცა ბიძინა ივანიშვილი ერთდროს ქველმოქმედი როგორც და ფილანტროპი ადამიანი, როგორადაც მოიხსენიებდნენ მას საზოგადოების დიდი ნაწილი. რაიმე გაგრძელება იყო ამ პროცესის, აი ნანუკა ქაჯაია მივიდა აეროპორტში და კვერცხი.
კი ბატონო, ნანუკა ქაჯაია მივიდა აეროპორტში იკითხა რომ აი კვერცხით რომ ვინმეს დაუხდე რამო, რა თქმა უნდა ეს არის დარღვევაო, იქ არავინ არ ჩარეულა, ეს თქვა სამართალდამცველი, რაიმე გაგრძელება თუ იყო, სწავლობთო დღეში ნაგასაქმე და მინისტრის მოადგილემ თქვა. დიახ. ნუ რა შინაგანსაქმე და მინისტრის მოადგილეს იმას არ ეკითხებიან ხვალ იქნება თუ არა საკუთარ პოზიციაზე, ამიტომ არასერიოზულია მის ეს განცხადება, თითქოს რაღაცა ამ ინციდენტს სწავლობენ, როგორ წარმოგიდგენიათ ყველაზე დაცულ უსაფრთხო ადგილას, სადაც რომელიც სტრატეგიული ობიექტი არის საერთაშორისო აეროპორტში, ადამიანებმა გამთენიისას გადაწყვიტეს ზუსტად იცოდნენ თან სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელ რეისს, რომელ საათზე უნდა დახვედროდნენ. რა თქმა უნდა, სხვა ლოგიკა არ არსებობს. ეს იყო კოორდინირებული მოქმედება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით და ნურავი ნუეცდება ბიძინა ივანიშვილი გაიყვანოს ამ კვერცხების ინციდენტიდან, იმიტომ რომ დიახ, აი ეს კვერცხი ეჭირა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ისროდა გიორგი გახარიას მისამართი. აი ამათ გადაიქცა ეს ადამიანი. კვერცხების პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კვერცხების როლით არის ეს ადამიანი დაკავებული იმის ნაცვლად პოლიტიკურ კრიზისს მოხდავდეს. კი ბატონო, ბედია. ეს მოცემულობა რომელშიც გვამყოფებენ დღეს ეს ადამიანი. ბათუმის ინციდენტის გაგრძელება რაღაცნაირად სამიზნეა მისთვის გახარია. რატომ არის აი რაღაცა ყველაზე მტკივნეული გახარია ივანიშვილისთვის პერსონალურად, პოლიტიკურად ამის. პირველი ამოცანა მისთვის ელექტორალური საფრთხეა, თუ ვინმეს შეუძლია დღეს ოპოზიციურ ველზე ბიძინა ივანიშვილი დაამარცხოს და მას ელექტორალური მის პარტიას ელექტორალური პრობლემები შეუქმნეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. მეორე საკითხი, მნიშვნელოვანი საკითხი, გიორგი გახარია არ არის მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერი. გიორგი გახარია არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის წონაც დასავლეთში არის ძალიან დიდი და მათ შორის პანდემიური კრიზისის და პოსტპანდემიური კრიზისის დროს ამ ადამიანმა საკუთარი ავტორიტეტი მოიპოვა და შესაბამისად ბუნებრივია საერთაშორისო ასპარეზზეც ბუნებრივია მისთვის გამოწვევაა გიორგი გახარია. ხო? ერთ მხარეს დგას ეხა რა ვიცი, მთელი ამ ჯამბაზების წრე, ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები და მეორე მხარეს დგას გიორგი გახარია თავის საერთაშორისო ავტორიტეტი და შიდა ელექტორალური წონა. და ბუნებრივია ეს მისთვის გამოწვევაა და მესამე მნიშვნელოვანი მომენტი, მან ვერ გადახარშა როგორ ჩანს, რომ გიორგი გახარია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, როგორ და სხვათა შორის ერთადერთი თანამდებობის პირია, რომელიც წავიდა ოპოზიციაში და ოპოზიციიდან დაიწყო ამ ქვეყნის საკითხების მოგვარება. საკუთარი თავი ამოწურა რაღაც ეტაპამდე, რაღაც ეტაპზე ამ ადამიანმა ხელისუფლებაში და ეს ვერ გადახარშა ივანიშვილმა, რომ როგორ გაბედა ვიღაცამ ოპოზიციაში წასვლა და მის წინააღმდეგ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის ბრძოლა და თქვენ იცით რომ ჩვენი სლოგანი იყო პირველი, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვერთიანდებოდით საქართველოსთვის და ამ ადამიანმა აი ამ ბრძოლაში აი პერსონალურ რაღაც გადააყოლა ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე. თავიდან ბოლომდე ყველა წითელი ზღვარი ღირსების გადაკვეთა. აბსოლუტურად ყველაფერი. ნიღაბი ჩამოიცვა იძალა და ადამიანებზე, ციხეში დაამწყდია ადამიანები, ქალს ქსილის გაწნის გამო, ჯერ ხო რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ? ქალი ჟურნალისტი, პოლიტპატიმრად აქცია ამ ქვეყანაში, რომელსაც პირდაპირ ფორმით შიმშილით კლავს. თუ ვინმეს გონია ეხა მზია ამაღლობელის შიმშილობის საკითხი არის მხოლოდ მზია ამაღლობელის გადასაწყვეტი საკითხი და მისი პრობლემა შეჭამს თუ არ შეჭამს და აი ამით დარეგულირდება ეს პრობლემა არა, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, როდესაც მოქალაქე ამ ზომამდე მიდის და ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაიქცევა ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერც ის პრემიერ წოდებულები და ვერც პარლამენტის თავმჯდომარეები, როგორც უწოდებენ საკუთარ თავს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეგრეთ წოდებული. გინახავთ გამოსული ერთხელ სიტყვა დასწრენია პატიმარზე, რომელიც შიმშილობს 30 დღეზე მეტია, სიტყვა უთქვამს ადამიანს. აი ესეთ სახელმწიფოდ გვაქცია ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის გამოძახილი იმის, რომ კუთხეში არის ეხლა მიმწყდეული და იმ კუთხეში მიმწყდეული უკვე იმდენად დაბინდულია გონება, რომ რაციონალურად ვერ მოქმედებს. როგორ შეიძლება მსგავსი სისულელე მეთოდებით ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერს გაუსწორდე და შენ გეგონოს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნებ ამ ქვეყანაში. კვერცხებით შენარჩუნებული ძალაუფლება გინახავთ რომელიმე თქვენ ავტოკრატიულ რეჟიმში? ეს ხო არ არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ხო? მე შორს ვარ, ჩვენ ძალიან ბევრი გვიკეთებია ამ ქვეყანაში ერთად. მათ შორის აი მინდა გავიხსენო ჩანაწერი კონსტიტუციაში 78 მუხლი, რომელსაც ეხა ზოგიერთი ოპოზიციონერი ხმალივით იქნევს. ამ კონსტიტუციური ჩანაწერი არის ჩანაწერი, რომელიც მიღწევა ოცნების, იმიტომ რომ ამ კონსტიტუციური ჩანაწერს თავად ოცნება ვერ ცვლის, ეხა თორე ძალიან დიდი სურვილი აქვს.
de facto ხო ამოგვიყირავა უკვე ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა. ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსი ხო შემოატრიალა გაურკვეველი მიმართულებით, რაღაც მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას რო გვიანონსებს. ეს არის ჩვენი მიღწევა, ბევრი მიღწევა ადამიანის უფლებების კუთხით, ბევრი მიღწევა იყო, მაგრამ დღეს სად არის? ბოლო 4 წელიწადში გაანადგურა ყველაფერი, რასაც აშენებდა. ფაქტობრივად ფუნდამენტზე დაიყვანა ის, რაც ჩაიბარა ქვეყანამ 2012 წელს და ადამიანის უფლებების იდეით მოდიოდა და ვინმე წარმოიდგენდა დიანა, აი თქვენ 13 წლის წინ წარმოიდგენდით, რომ ბიძინა ივანიშვილი სდავალებით კვერცხებს ესრობდნენ ადამიანებს. წარმოიდგენდით? ხო ვერ წარმოიდგენდით? არა ნამდვილად. აი ამად იქცა ბიძინა ივანიშვილი დაბრმავებული საკუთარი ძალაუფლების და ფულის გადასარჩენად. სანამ დროა უნდა მოეგოს ეს ადამიანი გონს. და უნდა მოეგოს გონს, იმიტომ რომ ამ ქვეყნის მომავალი წდება კი არა, ადამიანების სიცოცხლე, სიკვდილის საკითხი წდება, მზია ამაღლობელი სიცოცხლის საკითხი წდება უახლოეს დღეებში. რა ვიცი, აი რა ახირებაა ისეთი. რა ადამიანის სიცოცხლეზე ფასეულია, მართლაც ახირება, რა შეიძლება იყოს? ზუსტად ახირება და ეს რაღაც საკუთარი სისასტიკეში და ამ ძალაუფლებაში ისე ჩაჭიდება, რომ ანგარიშწორების ჟინი ხალხა, რომელიც 36 დღეა შიმშილობს და რაღაცნაირად, აი არ ვიცი რა, რატომ თვლიან, რომ ამ უკანონო პატიმრობის დასრულება მათი მხრიდან იქნება რაღაცნაირი სისუსტის გამოვლინება, არ ვიცი, აი წარმოუდგენაც არ მაქვს. წარმოუდგენელი, ანუ ირაციონალური შიშები აწყვეტ და პირიქით ეს იქნება სწორი საქციელი, ეს იქნება ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯი. დაფიქრდით, აი პრემიერ-მინისტრი ხარ თუ ვინც ახარ, გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი ხარ, გენერალური პროკურორი ხარ, მოსამართლე ხარ, დაფიქრდით. თქვენ როგორ შეგიძლიათ ეს კრიზისი განმოხდოთ? აქ პოლიტიკური ქულების დაწერაზე ხო არ არის საუბარი. ადამიანის სიცოცხლეს ეხება, რომელიც არის უზენაესი ფასეულობა. ჩვენ თუ უფლებებზე ვსაუბრობთ, ჩვენ თუ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ. ხო ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, თვალი უნდა გაუსწოროთ ერთმანეთს. ან იმ ადამიანებს ასუშვება, იმ ახალგაზრდებს. აი წარმოგიდგენია ახალგაზრდა გოგოებს და ბიჭებს, ცხოვრებისა დამღას ასვამს. სიზუსტისთვის ეს თქვა გავიხსენებ, რომ აი ეს კვერცხების ოპონენტებისთვის ყოფილა თქვენ 13 წლის წინ ახლა შეიძლება არ მეგონა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასეთი შემთხვევები ყოფილა კვერცხების სროლის. კი ბატონო, ოპონენტების მოგიწონებია, არასდროს არ წაგვიხალისებია, ეს იყო ცუდი, დიახ, ცუდი იყო. არასდროს არ წაგვიხალისებია და დღეს კვერცხის სროლა არის სიმბოლო, ოცნების სიმბოლო გახდა კვერცხი. კვერცხიდან იღავი. აი ამად იქცა დღეს ოცნება. მადლობა, ბერდია სიჭინავა იყო ჩვენი სტუმარი, დასრულდა ჩვენი ეთერი, ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის თქვენ წინ ცენტრალური საინფორმაციო გამოშვება გელოდებით.